გამარჯობა, შემოწყვილებო და საყოველებო, როგორ ხართ? მოკლედ, დღეს გქონდა ძალიან აქტიური დღე. და რა თქმა უნდა, ყველაფერს ვлогში ნახავთ. ეხლა ისეთი საღამო ჩვენთან. დღეს ვეღარ მოვასწარი უბრალოდ ამ ვიდეოს დამონტაჟება, იმიტომ რომ მთელი ეს დრო რაც არ ვდებდი ვიდეოებს, მე ვიღებდი რა თქმა უნდა ყველაფერს, უბრალოდ არ ვტვირთავდი ესე აქტიურად. ბაბი, მოდი აქ. უბრალოდ ის აქტიურად არ ვტვირთავდი, იმიტომ რომ არ მქონდა დრო, იმიტომ რომ დავიწყე ახალ რაღაც პროექტებზე მუშაობა და ცოტა ჩემი დრო მყოფმა წაიღო. თან ეხა ხვალ არა და მგონი ზეგ ხვალ არ მახსოვს, ზუსტად ველოდებით სტუმარს ისევ ხოჭი ჩვენთან სულ სტუმრიანობა და რაღაცა და ამიტომ რაღაცა ესე გამოვიდა. არა და ძველით ახალი წლიდან მოყოლებული ვლოგებს მონაკვეთებს უბრალოდ დღესაც ვიღებდი და ეხა დავდებ ყველაფერს და აცი ჩემი დაბადების დღე მოდის. წარმოიდგინეთ 1 თებერვალს მაგ დაბადების დღე და ვხდები 27 წლის არც კი მჯერ ახალ ხო რომ 27 წლის ვხდები და მე რო იუთუბერო ვარ დავიწყე ვიყავი 21-ის თუ 20-ის თუ 20 ზუსტად არ მახსოვს რამდენის ვიყავი, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ დავიწყე. მე სუპერული არქი რომ მქონდა მაშინ და ძალიან 20-ის ვიყავი თუ 21, სადღაც ეგრე 22-მდე მეტის არ ვიქნებოდი არაფერი და ეს სიმართლე რო გითხრათ ძალიან მიყვარს ეს საქმე და ძალიან მიყვარხართ თქვენ. თოვლით თქვენგანი ვინც subscribe-ს აჭერთ და იწერთ ჩემ არხს ან კომენტარს წერთ, ძალიან მიყვარხართ და ძალიან მეგრძურფასებით ეხა აღარ გავაგრძელებ ლაკლაკს და მოკლედ უყურეთ ვიდეოს. იმედი მაქვს რომ მოგეწონებათ და იმედი მაქვს რომ მოგენატრეთ, იმიტომ რომ მე ძალიან მომენატრეთ ყველანი და მოკლედ რა ვიცი. ეს რამელებია ყელურის დედა ჩემისთვის რომ გავგზავნოთ. მოდით ქალაქში მე ვიჩვენ რომ რაღაცა ეყიდოთ და ჩემთვის გასაგზავნოთ და აქ ნახეთ რომ პატარა ძაღლი წავიდა და აი ნახეთ რა შეყოლილია. ეს დიდიც მოვიდა, მაგრამ ის ნახეთ. ოი, რა თქმა ძინავს. მე სადღაც აქ ვართ. აი მე ვინ ძაღლია? აჰა, ხაცაკ. შოპინგის უგრძელდება. ეხა ბებიჩემ არ იყიდი? ლამპოჩი. ხო, არ ქვია მაგას ქვია? ნატურა. საგამური ბაღანა შამარა. მოდიოდი და ვიღაც გოგომ ეს მათქვა. ძალიან საყვარელია. ეს პატარა საჩუქრები ძალიან ახარებს ადამიანს. ამ ბოლო დროს არ ვიცი რა ხდება ასე, მაგრამ ყოველთვის როცა ქალაქში გამოვდივარ, ვიღებ რაღაცა პატარა საჩუქრებს. არ ვიცი ეგ რა ხდება. ადრეანს არ ხდებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს წინაზეც რო ვიყავით რაღაც უკრაინელი ბიჭი მოვიდა ჩვენთან და რაღაც მომცა, არ ვიცი მოვყევი თუ არა. მგონი არ მომიყოლია. ყოველ შემთხვევაში რუსულად მოლაპარაკე იყო და ვიფიქრე რომ უკრაინელი იყო, იმიტომ რომ აქტიურნი არიან. და ეხლაც რაღაც არ ვიცი ძალიან პატარა ჩუქრებს, მაგრამ ძალიან ახარებს ხოლმე გულს ამ ბოლო დროს. ესე ხდება. ძალიან მიხარია, შეიძლება რამეს ნიშნავს. არ ვიცი. ბებია უნდა იყიდოს ფეხსაცმელი და ნახოთ რა შეიძლება. ეხლა მოვიწყებთ ცირო იქნებ შევეცე ჩემი თვალის წრეთები, რომელიც ისევ დაფიქსირია. არ ვიცი რატო ყოველთვის ეგრე ხდება. და არა მგონი ავერსი ვნახე რომ ქონდათ ინტერნეტის ნახე და არ ვიცი. ინტექსი არ ვიცი აქ თუ არა. მაგრამ ნახავ. რა ბებიაჩი კიდე ვარ. ბებიაჩი ცოტა და ყველაფერი უნდა დათვალიეროს. ყველა დეტალი უნდა შემოყვანო. მაგრამ არაფერს არ ეკითხის. ძალიან ბევრს მაგარგვინებს რა. სულ ეგრეა. მომენტი. ამინდი საერთოდ და გარეთ ყოფნა გავს, რა ვიცი, გაზაფხულია თითქოს. ძალიან სასიამოვნოა. ამინჩის თუნდაც აღეთებს სიარული. და ბევრი ქუჩი ძაღლი ჩვენთან სამწუხაროდ. ჩემი წამალი ვიყიდეთ, მაგრამ ანუ ავერში ვიყავით. და ეს ჩემი თვალი წოთები 36 ხო? 26 ვარი მითხრას.
ანუ ჩემი წამალი ახლა რაღაცა დიფიციტი იყო, თვალის წოთები რაღაცა. ვერსაც ვშულობთ და ავეში ყოველთვის არის ხოლმე და მაგიტომ და მე აქეთ წამოვედი და GPS-ში შევედი ყოველ შემთხვევაში აქაც ჰქონდათ მეთქი, მაგრამ ავეში უკვე ნაყერი მქონდა. GPS-ში მითხრა 17 ლარი. ანუ ორმაგი ფასი რატო აქ ავეში ყველაფერს ვერ ვხვდები ხოლმე. რაც არ უნდა არის შოვებოდეს ავეში არადოს აღარ ვყიდიაზე. ყოველთვის ორმაგი ფასი აქვს. 9 ლარით მეტი. 9 ლარით მეტი. დაუბედურება. 30 ავეში. ნუ დავიწყე ნადვისხის დაშლა. ძალიან მინენება, ჩემი სიყვარულები. ეს მოვაცილე, ქვეშ რაც ქონდა და ბაი მომავალ წლამდე ჩამოლამაზო. ნუ და ჩამოხსნა ამაზე გიჟდები და ესეთები კიდე თუ ნახე კიდე ვიყიდი. ცოტა ტკივნეული თემა. ეს ადგილი რო გაცარიელდება ეხლა. ჩემი ლამაზინა ისე. გამარჯობა ჩემოთკბილებო და ამაზე როგორ ხართ? იმედი მაქვს რომ ყველანი ხართ ძალიან ბედნიერად და კარგად. მოკლედ მე ცოტა გვიანებით, მაგრამ მაინც გილოცავთ ძოლით ახალ წელს, კალენდარს, მოკლედ ყველა დღესასწაულს. მე ცოტა გვიან მიწევს ხოლმე ვიდეოების დადება, რაღაც მიზეზების გამო, რომელიც ხა ყოველდღეს არ გავამახვილებ უბრალოდ, მაგრამ ხომ ცით ყოველთვის რაღაცა ხდება ხოლმე ზოგჯერ. რაც ვიზამ just live, მაგრამ მე აქ ვარ, ასედა წელს ვარ, მოკლედ დღეს უნდა დავშალო ნაცვისხე, რადგან ხვალინდელ დღეს არ უნდა დახვდეს ნაცვისხეო და ცოტა გული მწყდება რო არ მოგატუხეთ რომ ჩემი ლამაზი ნაცვისხე უნდა დავემშვიდობო მომავალ წლამდე, მაგრამ არა უშავს მომავალ წელს კიდევ უფრო ლამაზი ნაცვისხე მექნება, კიდევ ბევრ რამეს დავამატებ და მოკლედ თქვენ თუ დაემშვიდობეთ უკვე თქვენ ნაცვისხეებს, ძალიან მაინტერესებს. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. კიდევ რა მინდოდა მეთქვა, ხო თან ბევრ რამე შეიცვალა, მე შეიძლება ცოტა ისეთი პერიოდი იყო ჩემთვის. Not so good, right? არც კარგი. და მოკლედ ცუძე არასდროს არ საუბრობ ხოლმე, როგორც წესი, ამიტომ გთხოვთ. თქვენკენ რა არის სიახლეები, აუცილებლად დამიწერეთ, მძამ მიყვარს ხოლმე, როცა თქვენგან რაღაცა უკავშირი მაქვს ხოლმე და ვიგებ ხოლმე როგორ ხართ, ანუ როგორ ჩაიარა თქვენმა დღესასწაულებმა, აიღეთ ორი ნაცვისხე და ასე შემდეგ. სოციალურ ქსელებში ბევრი რამე იცვლება ამ ბოლო დროს. თქვენ იცით რომ TikTok-ს ვინცაც არ ვიყენებდი, მაგრამ ნუ მაინც TikTok-ი უქმდება უბრალოდ ამერიკაში. ასევე ერთი სიახლე, რომელიც ყველა შეეხება, ეს არის რომ Instagram-მა წაშალა ყველა ფილტრი, ანუ არ ვიცი რატომ გააკეთეს ეგ, მაგრამ ჩემთან წაშალა უკვე ყველაფერი, ალბათ თქვენთანაც თუ არ წაშულაში ამოწმეთ, უმეტესობა წაშალა და ნელა იშლებაო და თავად კრეატორებიც ამბობენ, რომ ანუ გაუქმდა. არ ვიცი ეგ რატომ მოხდა სიმართლე რომ გითხრათ. და მოკლედ ლევანდელი წლიდან მგონი სოციალური ქსელები ძალიან ბევრ და დიდ აპდეიტებს შემოგთავაზებს. არ ვიცით რა დარჩება, რა დაბრუნდება, რა გაუქმდება. მოკლედ ასე რომ ცოტა არ ვიცი უცნაურად დაიწყო ეს წელი. მართლა უცნაურად დაიწყო. როგორც კი დაიწყო, ეგრევე უცნაურად დაიწყო, მაგრამ მე როგორც მზე პოზიტიურ ადამიანს იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და კარგი დასასრული ექნება. და მოკლედ ეხა უყურეთ თქვენ ამ ვიდეოს და გამოიწვიეთ აუცილებლად არხი თუ ეს არ გაიკეთებიათ და მანამდე მე კიდე ჩემი ნაცვისხეს დავშლი. მოკლედ ეს ყველაფერი ერთად მედაბებია ძველი და ახალი წლისთვის და ეხა ნახავთ რა არის აქ. ეხა გაჩვენო ყველაფერს. პირველი ესეთი ბანანი. ხელი ბევრი არ გვყიდია, მაგრამ მაინც გაჩვენო. ეს ცოტა ბანანი ძველი ახალი წლისთვის. მგონი საქართველოს ყველგან აღნიშნავენ ამ ძველი ახალ წელს. კიდევ ესეთი პორტოხალი. წინაზე პორტოხალი ძალიან კარგი იყო. წელსაწუნხად ჩვენ ეზოში პორტოხალმა არ მოისხა. კიდევ ესეთი პამიტრები, ასეთი ჩერი პამინდრები,
მაგრამ მე დიდად ეს არ მომწონს დასავლეთის არ შევჭამო, არ მიყვარს, არ ვიცი, არ მიყვარს ესე არასეზონური ხილი დაფოსტნეული, იმიტომ რომ ესე არასეზონური ყოველთვის არის ხოლმე წამლებით გამოყვანილი, ეგ რა არის? ქათმები? კაი სიგმეცა. აქ კიდევ ვიყიდეთ ესეთი კოკა-კოლა და ესეთი ნატახტარი, ესეთი კიდეა ერთი, სადღაც აგდევს. სადღაც აგდევს. ხელი რომ არ შემიშალოს. კიდე oh my god. ახლა კიდე ეს არის ბროწეული, თუ ეს კარტოფილია? ხალხ ყოფილა. მეთქი იმის ბროწეული ვიყიდეთ, მაგრამ არ ვიცი სად არის ახლა. და ვიყიდეთ ზაღლის საჭმელი არის, მაგრამ უთავდებოდა და ეს კიდე უყიდებობიტოს. კიდე რა იყო? ორი გაყინული ქათამი ყიდა ბებია. ასეთი ქათამი შემწვარი ქათმის კვერცხი ქათამი. დიდად არ მიყვარს ქათმის კვერცხი, მაგრამ კიდევ ესეთი კამფეტები შერეულად ერთი ესეთი და ერთით ასეთი. ესენი ძველი ახალი წლის ტყვის ყველაფერი კიდევ შეგაჩერებ, იმიტომ მაგას ვერ ავწევ. ბროწეული და კიტრი. მეტი ხო არაფერი არა. აქ არის ლობიანი პურებისთვის და ეს ფასდაკლებაში იყო და იყიდა ბებო. შემინატების ხერხმელიც ალბათ რამდენიმე დღეში დაიშლება. ძვირფასო. ამზადებ მეკვლის თასს, ესე ვთქვათ. უნდა იყოს გაფორმებული ხილით, კიდე ტკბილეული, კვერცხი, კიდევ რა არის? შაქარი, ღერღილი, ანუ ღომის ფული. ხურდაფული უნდა ხურდაფული და ქაღალდის ფული, ხო? ქაღალდის ფული. აქ ისხმევა წყალი, ღვინო და ლიმონათი. აი ამ სამ ჭიქაში. უნდა იყოს ანუ ეს ყველა ინგრედიენტი. ეს არ არის ყველაფერი, კიდე რაღაცები დაემატება და საბოლოო სახითაც აუცილებლად გაჩვენებთ ამ მეკვლის თასს, რომელთაც მეკვლე შემოდის პირველად ოჯახში დილით. ყველა ოთახში შედის, თითო ოჯახის წევრმა უნდა აიღოს თითო ცალი კამფეტი ამ თასიდან და უნდა შეეხოს, აი რაც დევს იმ ყველაფერს ხელით. აბები რამდენი ხურდა ქონია შეგროვე. ხურდა და ეს უნდა ჩაარჭო. როგორ აკეთებ და გადავიღებ. ეს უნდა ჩაარჭო. ხურდაფული. გარშემო. და კაი ვაშლი არა. გორი წითელი. კვას. და ისე აფორმებ და ბობი რა თქმა უნდა ყველაფერს აკვირდება ღია კარიდან. შემო ბობი, შემო. წხვიდა. ხოლობიანი პულს და ხაჭაპურიც უნდა დაედოს აქ. კი, ღვინო მოიტანა ბობო, რომელიც საჭიროა. აუცილებლად და ტკბილეული. ღვინო. შენ გადაწყვიტე, შიგნით ჩამოდიხარ თუ გარეთ გადიხარ ახლა? გადაწყვიტე. მაგალითად ლიმონათი ჩაასხა, ახლა ამაში ასხამს ღვინოს ამ ჭიქაში. და მოიყურება საბოლოო ჯამში თებში, მეკულის თებში. აქ არის ხურდაფულიანი ბაშლი, ფორთოხალი, ეს სამი სასმელი, ტკბილეული, კვერცხი, როგორც ხედავთ, ეს ნამსხური დამატებებია. ნუ ესე ფული და სულ ეს არის. თქვენ თუ აკეთებთ, დამიწერეთ კომენტარებში. შეხედეთ უბრალოდ ეს რა ლამაზია. ბობი, გამოდი. Wow. It's magic. Like